მე ვარ მარიამი, თქვენ ხართ მარიამ ბლანკის არხზე. და ბოლო დროა სხვადასხვა უცნაურ კითხვებს მისვამენ და მართალია მე თან არ გამჩენია ეს კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი შეიძლება კიდევ ვიღაცებისთვის იყოს მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს უცნაურ კითხვებს მისვამენ და ერთ-ერთი არის როგორ ვეკითხები ჩემ მწვრთნელს იმის შესახებ რა მინდა, რა მაწუხებს და როგორ არის ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად როგორც გინეკოლოგს, ფსიქოლოგს, რა ვიცი, პროქტოლოგს ეკითხებით და ეუბნებით რა გაწუხებს, ზუსტად ისე. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდობოდეთ თქვენ მწვრთნელს, დარწმუნებული იყოთ, რომ ის გააზრებულად გეუბნებათ რაღაცას და დაფიქრდათ თქვენს საჭიროებებზე. მე ძალიან გავიმართლა ამ ხრივ. მადლობა კოკა. და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ ინსტრუქტორი, მწვრთნელი, რომელთანაც ერთადაც ივარჯიშებთ. და შემდეგ უკვე მასთან კომუნიკაცია არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვეულებრივ მოუყვებით რა შეიცვალა თქვენს ხელში, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა გაწუხებთ. კიდევ მეკითხებიან ხოლმე იმის შესახებ, რითი ვარჯიშობ. სხვადასხვანაირად ხანდახან მაცვია ელასტიკი და მაისური, დღეს მაცვია მაისური და ასეთი სპორტული შარვალი. ორივე შემთხვევაში ძალიან კომფორტულად ვგზნობ თავს. ძირითადად ვარჯიშობ თხელძირიანი ბოტასით, თუმცა მაქვს კლასიკური ვარიანტიც და უმეტესწილად მაინც ამ ბოტასს ვანიჭებ უპირატესობას, რადგანაც უფრო კომფორტულად ვგზნობ თავს. რის მიხედვით ავირჩიე დარბაზი. გეტყვით, რომ დარბაზი იდეაში მე არ ამირჩევია, თუმცა ჩემ დაკვირვებასაც გაგიზიარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარბაზი აირჩიოთ მდებარეობის მიხედვით, რომ იყოს სუფთა გასახდელი და რა თქმა უნდა, კარგი ტრაკის მქონე ბევრი ადამიანი დადიოდეს. კიდევ ერთი კითხვა, როგორ ვარჯიშობ მენსტრუაციისას? ჩვეულებრივ ვარჯიშობ, მართალია ჯუჯღუნით, თავს არც ისე მსუბუქად და კომფორტულად ვგზნობ, მაგრამ ჩვეულებრივ ვაგრძელებ ვარჯიშს მენსტრუაციის დროსაც და ეს არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებები ცოტა უფრო განსხვავებულია, მაგრამ ხელისშემშლელი ნამდვილად არ არის და თქვენს გირჩევთ, რომ თუ ფიქრობთ ივარჯიშოთ თუ არა თვის ამ პერიოდში ივარჯიშეთ, თუნდაც სულუქად, მაგრამ მაინც. სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.